მოგესალმებით ფსიქოლოგია ტაროს არხზე. დღეს გვექნება საჯარო გაშლა, რა სიურპრიზი გიმზადებს სამყარო. რადგანაც წინა გაშლის თემა ძალიან ბევრს მოეწონა, გადავწყვიტე რომ მსგავს თემაზე გამიკეთებინა ახალი გაშლა და ვფიქრობ იქნება საინტერესო თქვენთვის და ესეთი სასიხარულოც. ესე იგი, კიდევ ერთხელ გვექნება გაშლა, რა სიურპრიზი, რა სასიხარულო სიურპრიზი მოხდება შენ ცხოვრებაში ამ ახლო დღეების განმავლობაში. ახლო დღეებში ვგულისხმობ მაქსიმუმ 10 დღეს, ხო? იმ დღიდან და დროდან, როდესაც ამ გაშლას ჩართავთ და მოისმენთ. გვექნება ერთი პოზიცია, ერთი საჯარო პოზიცია და იცოდეთ რომ ხშირი არის ის, რომ ერთი პოზიცია მართალია და საჯაროა, მაგრამ შესაძლოა ისეთი დამთხოვა მოხდეს და ისეთი რეზონირება იყოს თქვენთვის, რომ თქვენ თვითონაც კი გაგიკვირდეთ, ხო? ასევე შესაძლოა ყველაფერი არა, რაღაც დაემთხოს, შესაძლოა თქვენთვის რაღაც ისეთი საჭირო ინფორმაცია მოისმინოთ, ან დაიჭიროთ, რაც დაგეხმაროთ, ხო? ესეც. ასე რომ, ნუ ვიქნებით ზედმეტად კრიტიკულად განწყობილები და ვისაც გაინტერესებთ მსგავს თემაზე გაშლის მოსმენა, ეს გაშლა არის თქვენთვის და დავიწყოთ, ხო? კარგი, ვნახოთ დასაწყისში სიგნიფიკაცია თქვენი. დასაწყისში ვნახოთ თქვენი სიგნიფიკაცია, ხო, ჩვენი სიგნიფიკაცია. მომიწია დაპაუზება. ხო, ვნახოთ თქვენი სიგნიფიკაცია. ვინც ახლა ისმენს ამ გაშლას, ხო? ან მოისმენს. ნახოთ თქვენი სიგნიფიკაცია ახლა, ხო, რა ხდება თქვენში ახლა. როგორ ენერგიებში ხართ ახლა? ეს დაგვეხმარება რომ მიხვდეთ ეს თქვენი გაშლა თუ საერთოდ არა, ხო? ახლა უფრო ისეთ ენერგიებში არის აქ ადამიანი, ვინც ამას ისმენს, ამ გაშლას და უყურებს, სადაც თქვენში არ ხდება ტოტალური ცვლილებები, ან ისეთი თვალსაჩინო, როგორ თქვა, თვალსაჩინო ქმედებები თქვენს შინაგან სამყაროში შესაძლოა ახლა არ მიმდინარეობდეს, ან თქვენს ცხოვრებაში უფრო მეტად სიღრმისეული პროცესები აქვს. ისეთი მომენტი, რომ არ არის აქტიური დინამიკა, მაგრამ არის ძალიან ისეთი სიღრმისეული განვითარება. აქ გულისხმობ ისეთი სიჩუმე, მაგრამ სინამდვილეში ამ სიჩუმეში ჩვენ ბევრ ამას ვხედავთ, ბევრ ამას ვგრძნობთ, ბევრ ამას ვფიქრობთ, ბევრ რაღაცა იჩენს თავს. როზი ხარ სარკის წინ და რაღაცები რომ ირეკლავს და შენ ამას ხედავ, ატყობ. მსგავსი რაღაც არის აქ. უფრო მეტად აქ არის ახლა ინტუიციის გამოღვიძება, რაღაცეებზე გადახედვა, რაღაცეების შეხედვა. ან ზოგს შესაძლოა მქონდეს ის მომენტები, რომ უჭირდეს რაღაცების შეხედვა, მაგრამ რაღაც მომენტში მაინც გვიწევს ხოლმე ამაზე შეხედვას, რომ აქ უფრო მეტად სიგნიფიკაცია არის ისეთი, რომ შინაგანი კომფორტული ზონიდან გამოსვლა ინტუიციის და ცნობიერების განვითარების ხარჯზე. უფრო მეტად ეს სიგნიფიკაცია არის აქ, ასე რომ ხო, ვისთანაც ახლოს მოდის ეს ახსნა. ესე იგი, ეს გაშლა იქნება თქვენთვის. ხო, ვისთვისაც საერთოდ არ რეზონირებს ეს სიგნიფიკაცია და ხვდებით რომ და ამბობთ რომ საერთოდ მე არა, ხო? ესე იგი, არ არის ეს თქვენი გაშლა და შეგიძლიათ სხვა გაშლას უყუროთ. კარგი. დავიწყოთ ამაზე პრინციპში მეტად აღარ შევჩერდები და გადავიდეთ უკვე თვითონ სასიხარულო სიურპრიზზე. ვაი. მოფრინდა კარტი. ნახავ ახლა 200 მაგ და ამ 200-დან რომელს მოუნდება საუბარი. პრინციპში ამას გამოვიყენებ და ამითი ჩავეკითხები. კარგი. ნახოთ რა სასიხარულო სიურპრიზი მოხდება ამ ახლო დღეებში, მაქსიმუმ ახლო 10 დღის განმავლობაში თქვენს ცხოვრებაში, ხო? რა სასიხარულო სიურპრიზი მოხდება. დიდი ალბათობით ზუსტად.
ოკეი, რა სასიხარულო სურპრიზი. ნუ აქ გავს კომუნიკაციას, ხო? გავს რაღაც ინფორმაციის გაცვლა, გამოცვლას ან მიღებას. ხა გავიკოთ. აქ ინფორმაციის მიღება, ხო? აქ შესაძლოა იყოს რაღაც ამბავი. რაღაც ამბავი ინფორმაცია, რასაც თქვენ იღებთ. აქ არის ისეთი ამბავი, რასაც და თან 10-10 ეს უკავშირდება თქვენს რაღაც ოჯახს, არა, ვიღაცას. თუ რაღაც ამბავს. რაღაც ამბავსაც შესაძლოა უკავშირდებოდეს აქ ხო, რადგან საჯაროა რამოდენიმე ვარიანტს გავაჟღერებთ და აქ უკვე თქვენთვის რომელიც უფრო რაღაცა ალტერნატიული და პერსპექტიულია და საინტერესოა ის აირჩიეთ. ესე იგი აქ ვარიანტი პირველი, რაღაც ისეთი ინფორმაცია რაც ეხება თქვენს ოჯახს. ან იმ სიტუაციას, რაც თქვენს ოჯახურ სიტუაციას ეხება, იქნება ეს მაგალითად ფინანსი თუ რაღაც კიდე სხვა სახის საკითხი, ხო, რაც აქტუალურია თქვენთვის, თქვენ და თქვენი ოჯახისთვის, ან თქვენთვის და თქვენთვის ახლო ადამიანებისთვის, რომლებიც აი ოჯახებით არის თქვენთვის, ხო და აი ამ თემასთან დაკავშირებით არის რაღაც ინფორმაცია. ეს ერთი ინტერპრეტაცია, მეორე ინტერპრეტაცია. შეიძლება ეს იყოს ისეთი ინფორმაცია, რომელიც ეხება აი თქვენთვის ძალიან ახლო ადამიანს, ვისთანაც რაღაც ისეთი მნიშვნელოვანი გაკავშირებდეთ, ხო? ან ისეთი სიღრმისეული ემოციური კავშირი გქონდეთ ამ ადამიანთან. კარგი. ახლა უფრო მეტად ვეცდები გავიქო. რა არის ეს? უფრო მეტად ისე ვრცლად მეჩვენეთ, რა არის ეს? და ისევ 10-იანი ამოვიდა. ნუ აშკარად რაღაც ციკლის დასრულება და რაღაც ახალს უკავშირდება და ეს არის. აქ მეფე, აქ ვინმე კონკრეტული პიროვნება და 10-იანი პენტაკლები, ნახეთ. კონკრეტულ პიროვნებაზე არის სავარაუდოდ აქ საუბარი, ვისთანაც ერთად ან გაქვთ ოჯახი, ან თქვენი ოჯახის წევრია, ან ვიღაც ძალიან ახლო და მნიშვნელოვანი ადამიანია თქვენთვის და თქვენს ცხოვრებაშიც მნიშვნელოვან როლს იკავებს. აი ვიღაც ასეთ ადამიანიდან სავარაუდოდ წამოვა ეს სურპრიზი. გავაგრძელოთ, ხო? ესე იგი ადამიანი გავარკვევთ, judgment. აქ აი ასეთი სახის სურპრიზი, ხო, უცაბედად ესეც იყო. სამიანი კვერთხებიც იყო. უცაბედად, ძალიან მოულოდნელად რაღაც ხდება ეს, ხო? ესე იგი ამ ადამიანიდან მოდის ქმედება თქვენს მიმართ რაც სურპრიზია სასიხარულო თუ ინფორმაცია. თუ კიდე რაღაც სხვა ქმედება ინფორმაცია და ქმედებაც. ბუნებრივია, ხო? ეს ორივე შესაძლოა იყოს აქ, მაგრამ ინფორმაცია ეს ზუსტად და ინფორმაცია და რა ინფორმაცია აქ რაც აი ასე გახარებთ. რა ინფორმაცია აქ? რაღაცას გადაჭრა, რაღაცის გადაჭრა და რაღაცის მოგვარება. ასევე აქ ამ ყველაფერზე რო საუბრობდი, მომივიდა აზრად ისიც, რომ ვისთვისაც აქტუალურია რაღაც ისეთი აი როგორ თქვა, საბუთის საკითხები, ხო, რაღაც ისეთი დოკუმენტაციის სახევისთვისაც აქტუალურია, ხო, საბუთები. აი ამ სიტუაციების მოგვარებაც შესაძლოა იყოს აქ. ეს როგორც ინტერპრეტაციაც რო იყოს, ხო? და რა გაგიხარდებათ? ის გაგიხარდებათ, რომ საბოლოოდ რაღაც იჭრება, რაღაც წყდება, ხდება გაგებული თქვენთვის. აი თითქოს ისეთი რაღაცაა, რაზეც ნერვიულობდით ან არ იცოდით, ან რაღაცა ვერ ხერხდებოდა, ვერ წყვეტდით, ან რაღაც შესაძლოა გიშლიდათ ხელს, ან ვიღაც გიშლიდათ ხელს და აი აქ მთავარი სასიხარულო არის, რომ всё ეს პრობლემა საბოლოოდ გვარდება აქ. და ეს პრობლემა გვარდება აი ამ ადამიანის დახმარებით, თუ უბრალოდ ეს ადამიანი, არა, უბრალოდ თვითონ ეს ადამიანი არ გეხმარებათ, აქ უბრალოდ აქ ვიღაც ადამიანი რაღაცას გაწვდით, რომელიც გეხმარებათ აი ამ სიტუაციის მოგვარებაში. ეს თვითონ ეს ადამიანი არის, ასე რომ ვთქვათ, ამბავის, კი, აი ამ ამბავის მომტანი. ან ბუკლალურად გითხრათ შესაძლოა რამე ასეთმა ადამიანმა ინფორმაცია რამე გაგიზიაროთ, ან მოგიყვეთ რამე, ან და კიდევ უბრალოდ ენერგეტიკულად ამ ადამიანის სახით ამოქმედდეს თქვენს ცხოვრებაში აი ამ პრობლემის გადაჭრა, ხო, ან ამ პრობლემასთან დაკავშირებული ცვლილება, რომელიც პირველ რიგში ენერგიულად წამოვა, ხო? და ეს ძალიან სასიხარულოა თქვენთვის, იმიტომ რომ აქ თქვენ გრძნობთ შვებას.
შვებას და მაინც აქ ამოდის ისეთი კარტები, რომ თქვენ აქ არ ხართ მარტო. მაინც იგრძნობა აქ ვიღაციდან დახმარება. ვიღაცისთვის შესაძლოა ეს იყოს ისეთი ადამიანი, ვინც დაგეხმარებათ, აი ამ საკითხის მოგვარებაში, ხო? ესეც მაინც დავტოვოთ, იმიტომ რომ მაინც გაშლა არის საჯარო და ამიტომ ბევრნაირი ინტერპრეტაცია შესაძლებელია იყოს აქ და ამიტომ ბევრ სხვადასხვა ინტერპრეტაციას გთავაზობთ. კარგი. ხა ვიღოთ ჩვენ ეს კარტები. დავიღოთ და აი ასე ვიკითხოთ, კიდევ ერთხელ ჩავიკითხოთ. რას ეხება ეს სიურპრიზი? აი თქვენთვის, ხო? რას ეხება ეს სასიხარულო სიურპრიზი? რაღაც სიტუაციას, რაც იწელებოდა, სადაც არ იყო განვითარება, სადაც აი ძალიან დიდი ხანი ვითარდებოდა, ან არ ვითარდებოდა რაღაც და თქვენ ეს ძალიან გგრუზავდათ, რთული იყო. ეს მომენტი იყო ძალიან რთული. აი თავარი რაც აქ იგრძნობა არის დროში გაწელილობა და უმოქმედობა და აი თვითონ აი ამ საკითხთან დაკავშირებითაც არ იყო არანაირი წინ სვლა. აი ეს არის აქ თავარი, ხო? აი ამას ეხება, რომ რაღაც კიდევ რაღაც უფრო პრაქტიკულად ვკითხოთ, მაინც რომელ სფეროს ეხება. ნუ რომელ სფეროს აქ ხა იდეაში ნებისმიერ სფერო შეიძლება იყოს, მაგრამ უფრო რაღაც ისეთ სფეროს, რაც თქვენ გაღელვებდათ, რის მოგვარებაც გინდოდათ. ხო, რაღაც ისეთ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც როგორც აი პრობლემასავით იყო თქვენთვის. აი ეს არის აქ. და ახლა ვისთვის რა იქნება, აქ უკვე პრინციპში აღარ ჩავეკითხებ, იმიტომ რომ საჯაროა მაინც ეს გაშლა და ამიტომ თქვენ თვითონ რა სიტუაციაც არის ახლა აი თქვენ ცხოვრებაში ეს მწვავე და ასე რომ ვთქვათ, ისეთი ცოტა გამომწვევი, ჩელენჯური, ხო? ის იქნება და თქვენ თვითონაც მიხვდებით აქ ზუსტად რა არის. კარგი, რა არის აქ სასიხარულო? კი გვაჩვენეს, მაგრამ მაინც, ხო? რა არის აი ამ სიურპრიზში სასიხარულო თქვენთვის? დასრულდა, всё. წყდება სიტუაცია, ძალიან გავს აქ საბუთების სიტუაციას. კიდე ერთხელ მინდა ვთქვა, რომ აი ვისთვისაც მნიშვნელოვანი აქ რაღაცა საბუთები იცოდეთ, რომ აი ეს ძალიან ახლოს არის ამასთან. მაგრამ კიდევ ერთხელ გამეორდები, რადგანაც გაშლა საჯაროა, ბევრი სხვადასხვა ალტერნატივა და პერსპექტივა არსებობს ამ ყველაფრის ინტერპრეტირების. ამიტომ უბრალოდ ვისთვისაც აქტუალური საბუთები, ვისთვისაც ეს აქტუალური არ არის, იცოდეთ, რომ აი რა იქნება აქ სასიხარულო და აი რაღაც დიდი მძიმე პრობლემის მოჭრა და გადაჭრა, რაც აი ახლა თქვენთვის მაინც ისეთია, მძიმე და მაინც თან დაგსდევთ ეს შეგრძნება აი ამ საკითხთან დაკავშირებით, ხო, რაღაც გაწუხებთ მაინც, იმიტომ რომ ვერ მოგვარდა, ვერ დაიხურა, ვერ გადაიჭრა, ხო, აი ეს და თავარი რატომაც იქნება სასიხარულო, აი ძალიან უცაბედად ხდება ეს. აქ არ არის ის, რომ მე ვიცი, რომ აი წუთი წუთზე ველოდები პასუხს ვიღაციდან ან რაღაციდან და აი იქნება, ხო? არა, აქ აი ძალიან ხმაც ჩამიწყდა. ძალიან უცაბედი იქნება ეს. აი შესაძლოა შოკიც კი მოიტანოს ისეთი. აი ისე გაგიხარდეთ, რომ ხმაც ჩაგიწყდეთ, ან ისე გაგიხარდეთ, რომ შოკირებულები დარჩეთ ამ სიტუაციით, სასიხარულოდ რა თქმა უნდა. რას მოგიტანთ ეს სიურპრიზი, ხო? სასიხარულო სიურპრიზი, რას მოგიტანთ? რას მოგიტანთ ეს სასიხარულო სიურპრიზი? ახალ შანსს, ახალ შესაძლებლობებს, გეგმას, ხო, სტრატეგიას. უფრო მეტ აი გეგმას და მე ვიცი რაც უნდა გავაკეთო. მე ვიცი როგორც უნდა ვიმოქმედო ახლა. მე მაქვს ახლა უკვე. აი თითქოს რო ელოდები, რომ აი ჩაირთვება მწვანე და წახვალ, გაგრძელებ გზას, ხო, აი ეს არის აქ ველოდებოდი და აი ახლა მწვანე ამენთო და всё. აწი მე ვიცი რაც უნდა გავაკეთო, რა ღილაკს დავაჭირო, რა ნაბიჯები გადავდგა, დავგეგმე და გავაკეთე და განვახორციელე. ხო, აი ძალიან ბევრ შესაძლებლობებს მოიტანს ეს სასიხარულო სიურპრიზი თქვენს ცხოვრებაში. პირველ რიგში ასევე თქვენც უფრო აი როგორ თქვა, გამოიდარებს თქვენს შიგნით თუ მაგალითად ახლა აქამდე ცოტა ისეთ სიტუაციები გქონდათ, უენერგიოდ გრძნოდით თავს, ძალა გამოფიტულად ან რაღაცა უღიმღამოდ ჩანდა ყველაფერი, აი აქ ეს იცვლება და მოდის
აი როგორც სიფერადე, სიკაშკაშე, ენერგიულობა, თავდაჯერებულობა იწევს. ვიღაცებმა შესაძლოა აქ დაიწყონ იმაზეც ფიქრი, რომ აი მოდი რაღაც სპორტითაც დავკავდები ან ჩემი ჰობითაც დავკავდები, რასაც აქამდე არ ვაკეთებდი ან ვერ ვაკეთებდი ან სულ მაინტერესებდა. ხო, აი ბევრი სხვადასხვა სასიხარულო დეტალია აქ, რა თქმა უნდა. მაგრამ აი ეს სიურპრიზი მოიტანს აი მთავარი ახალ მუხტს თქვენს ცხოვრებაში, ახალ შანსებს, ახალ პერსპექტივებს და ახალ შესაძლებლობებს. მართლა ძალიან ესეთია სასიხარულო სიურპრიზი არის ეს. ეს სიურპრიზი, მე აქ მოთხოვნა მქონდა მაქსიმუმად დღის განმავლობაში, მაგრამ ჩვენ მაინც ვიკითხოთ, მალე მოხდება თქვენ ცხოვრებაში. პენტაკლების მეფე რაღაც დრო ჭირდება, მაგრამ მალე იქნება. უბრალოდ აქ რაღაც ლოდინის მომენტი არის. კი. კარგი. მაშინ ეხლა ვფიქრობ რა კითხვა დავსვა. უცაბედად ხდება ესე იგი სიურპრიზი. ხო, უცაბედად და აქ ისევ ვიღაცასთან კომუნიკაციის სახით. ესე იგი ეს კომუნიკაციის კი აი აბსოლუტურად მიმოწერის სახით ან პირისპირ საუბარის სახით. ვიღაცა რაღაცას გეტყვით და აი ასე ხდება პირველი ნაბიჯი ამ სიურპრიზის. ამით ხდება, ხო? და რაში არის სიურპრიზი? ესეც ვიკითხოთ, ხო? რაში მდგომარეობს აქ სიურპრიზი? ბუნებრივია ჩვენ ახლა აქ ყველაფერს ვერ ვნახავთ, იმიტომ რომ რაღაცები უნდა იყოს დამალული, რადგანაც თან სასიხარულო სიურპრიზია, მაგრამ რაღაც სილუეტურად მაინც რო გვაჩვენო, ხო? რაში არის სიურპრიზი? რაში არ არის სიურპრიზი? ასე ჯობია დავსვათ კითხვა აქ. რაში არის სიურპრიზი და არ ვიცი, ყველაფერი. ყველაფერში აქვს სიურპრიზი. პირველ რიგში იმაში, რომ всё დასრულდება თქვენთვის ისეთი ციკლი, ეტაპი ცხოვრების, სადაც თქვენ არ იცოდით რა, როგორ, რანაირად, სადაც თქვენ არ გრძნობდით სიმყარეს, სადაც არ გრძნობდით სტაბილურობას, სადაც არ იცოდით, ვერ ხედავდით გამოსავალს, სადაც რთული იყო, სადაც მარტო ეულად გრძნობდით თავს, ძალაგამოცლილად გრძნობდით თავს. აი ეს ყველაფერი სრულდება და აი ამაში არის მთავარი სიურპრიზი. ესე იგი, სწორად მესმის მთავარი სიურპრიზი არის იმაში, რომ ამდენი რთული სიტუაცია სრულდება აბსოლუტურად და ნახეთ მეოთხე უმაღლესი არკანი ვარსკვლავი. კი, დიახაც, როგორც იქნა, ახლა მოდის ის მომენტი და ის ფაზა, როდესაც დროა ვიოცნებოთ და დროა აგვეხტეს ოცნებები. მოსალოცად არის შეყვარებულების არკანი. მოსალოცად არის აქ საქმე. აქ რა თქმა უნდა დამოკიდებულია თქვენს არჩევანზე. ახლა რამდენად მოგინდება დაირჩიოთ ეს სიურპრიზი ან მიცეთ შანსი ამ სიურპრიზის, ხო, ეს უკვე თქვენთვის არის რა თქმა უნდა დამოკიდებული, რამდენად მოისმენთ, მიიღებთ ამ ინფორმაციას. ეს ბუნებრივია თქვენზე არის დამოკიდებული, მაგრამ თავარი მართლა არის ჩვეულებრივი სიურპრიზი არის აქ. მართლა ძალიან ისეთი. ესე იგი ძალიან გაუხარნდება აქ ჩვენს. სიკვდილის არკანი ძალიან. და აი თავარი მომენტი აქ არის ამ დონის უცაბედი, ძალიან უცაბედია. აი ეს სიურპრიზი იქნება ძალიან უცაბედი. აი არის აქ ის მომენტი, რომ შესაძლოა თქვენ აღარც კი გჯერავთ, ხო? უკვე აი ისე ხართ რა, რაღაც სკეპტიკურად განწყობილი, რომ რაღაც გამოვა, ან რაღაც მგვარდება, ან რაღაც ძალიან ისე და ამ დროს ძალიან უცაბედად და სწრაფად მოვა ეს სიურპრიზი. აი ძალიან უცაბედად, რაც გამოიწვევს შოკს. აი მართლა შოკს გამოიწვევს. კარგი, მაშინ ასეთი კითხვა. აი რა უნდა იცოდეთ, რა შეგიძლიათ გააკეთოთ თქვენს მხრიდან, რომ ეს სასიხარულო სიურპრიზი ჟარგონულად რო ვთქვა და არ გამაზოთ და მოიზიდოთ. მიცეთ საკუთარ თავს იმის უფლება, რომ უთხრათ თავს. მე ვიმსახურებ საუკეთესოს. მე ვიმსახურებ უკეთეს ცხოვრებას. მე ვიმსახურებ სასიხარულო მაგარ ამბებს. მე არ ვფოთავ, მე ვენდობი სამყაროს სივრცეს, ხო, რომ აი მიცეთ აი ისი ამოვნოთ იმით, რასაც გაძლევთ სამყარო. იმაყოფილოთ იმით, მაგალითად, რაც გაქვთ თქვენ ცხოვრებაში და გჯეროდეთ უფრო უკეთესის. იმიტომ რომ აქ არის მომენტები, სადაც ჩვენ ვიწყებთ ფოთვას, ნერვიულობას და აი თუ ასე, ვაიმე ეს ისე და მე უკვე ფოკუსირებას ვაკეთებთ
პესიმისტურ ნეგატიურ რაღაცეებზე, რაც გვიბლოკავს შემდეგ დადებით რაღაცეებს. ამიტომ, რა თქმა უნდა, აქ სასურველია ჩვენთვის, რომ ფოკუსი გავაკეთოთ დადებითზე და აი ისე განვეწყოთ, რომ ყველაფერი ისე იქნება, აი ყველაფერი მაგრად იქნება რა და ჩემი ოცნებებიც ასრულდება და მე ამის იმჯერა და დარწმუნებული ვარ ამაში. ეს ამას ახლა რო ვამბობ, მე ჩემ თავსაც ვეუბნებ, მარტო თქვენ კი არ გეუბნებით, მაგრამ მერწმუნედ აი ეს ძალიან ბევრს ნიშნავს, როდესაც ადამიანი აი რაღაც ამ განწყობებშია და ამ სიტუაციებშია და ამას ინარჩუნებს, ეს ძალიან დიდ დადებით ზეგავლენას ახდენს ჩვენზე და ბუნებრივად ჩვენს ცხოვრებასაც. კარგი, მოდი ვნახოთ მაშინ რჩევა. ზოგადად რჩევა თქვენთვის, ხო? რჩევა თქვენთვის. Celebrate life, make your life a celebration. აღნიშნე ცხოვრება, ხო? ანუ ასე რომ ვთქვათ, იმხიარულე იმით, რომ ცხოვრობ, იმხიარულე ისიამოვნე იმით, რომ ხარ ცოცხალი და აი ყოველი დღე რო დღესასწაულია, ხო? ცხოვრების დღესასწაული. ეს ასეთ შეგვიძლია გადავთარგმნოთ, რომ აქცია შენი ცხოვრება დღესასწაულად, რომ აი ხარ ცოცხალი. გათენდა მაგალითად, ხო? ხელი, ფეხი, ყველაფერი თავის ადგილზეა. გააქვს შესაძლებლობები, ცოცხალი ხარ. ეს უკვე აღსანიშნავია, ხო? აი რჩევა აქ ეს არის. რაც ასევე იმაზეც მიგვითითებს, რომ უფრო მეტი ოპტიმიზმი, უფრო მეტი სიხარული და უფრო მეტი იმედი და აი დარწმუნებულობა იმაში, რომ კი, აი კიდევ უფრო უკეთესი არის. ცხოვრება ვიდრე ჩვენ გონია სინამდვილეში, კი, რა თქმა უნდა, არის ბევრი რაღაც ესეთი მომენტი, რასაც ვხედავთ ხოლმე. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ცხოვრება საშინელება. და აქ რჩევა ეს არის, რომ აღნიშნე ცხოვრება, ისი ამოვნე ცხოვრებით. და ასევე ახლოსაც მოვწევ ამ კარტს და ვისაც რა ასოციაციები გაგიჩნდებათ, ამასაც დაუკვირდით, რადგანაც შესაძლოა ამ გზით მოვიდეს თქვენთან რაღაც პასუხი მინიშნება. ხო? ასე რომ აქ თქვენთვის იქნება ძალიან მაგარი შანსი. თავარია რომ გჯეროდეთ ამისი, არ ჩამოყაროთ ყურები, თუ ახლა არის რაღაც გარკვეული სირთულეები, იცოდეთ რომ აი აქ სასწაულია მართლა, ძალიან სასიხარულო ამბავია, რაც აი საერთოდ ბევრ ამას შეცვლის დადებითად თქვენ ცხოვრებაში. ბევრად კიდევ უფრო მაგარი მიმართულებით, ასე რომ გისურვებთ ბედნიერებას, სიყვარულს, წარმატებებს, იყოს ასე. ამაზე ჩვენი გაშლა დასრულებულია. აუცილებლად დაალაიქეთ ეს გაშლა, ვისაც მოგეწონებათ, ვისთვისაც ახლოს მოდის ეს გაშლა, რეზონირებს, ხო? გსიამოვნებთ. ასევე გამეხარდება, რომ დამტოვეთ უკავშირი გაშლასთან დაკავშირებით, რას ფიქრობთ, თუ რეზონირებს, ვისთანაც რეზონირება იქნება, რომ დატოვოთ უკავშირი როგორანაირად, რამდენად დაემთხვა ეს ყველაფერი თქვენთან, ხო? როგორ გათამაშდა ეს ამბავი. ასევე გამეხარდება, რომ მომწეროთ უკავშირი რა საკითხთან დაკავშირებით კიდევ გაგეხარდებოდათ ტაროს გაშლის მოსმენა და ყურება. მსურველებს გელოდებით ინდივიდუალურ ტარო სესიებზე, ბედის მატრიცის სესიებზე და დროებით შევხვდებით შემდეგ ვიდეოებში.